ერთიანი უსაფუძვლო ხმაური დაუსაბუთებელი ბრალდებები და არანაირი მტკიცებულება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს. სხვა არაერთ არგუმენტთან ერთად გიორგი კალანდარიშვილი იმ ფაქტსაც აღნიშნავს, რომ ათობით ათასი დამკვირვებლის ნახევარი სწორედ გაყალბებაზე მოლაპარაკე პარტიებს წარმოადგენენ. მაგონა აბულაძის რეპორტაჟი. რეალობის გაყალბება და არარსებული ფაქტებით манипуლირება. საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის შემდეგაც რადიკალების დღის წესრიგი უცვლელია. Როგორმე ცესკოს დისკრედიტაცია მოახდინონ არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისევ მტკიცებულებების გარეშე ისაუბრონ და გააჩინონ აღქმა თითქოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ მმართველ პარტიას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ სპეკულაციებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: ადმინისტრაციის რეპუტაციის დისკრედიტაცია და საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენა. ეს ყველაფერი შეიძლება ემსახურებოდეს იმას, რომ საზოგადოებაში შეინარჩუნოს ან შეიქმნას აღქმა იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები იყო манипуლირებული, ბრალდებები, რომელიც ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში მოვისმინეთ, არც ერთთან მიმართებაში, არც პროკურატურაში, არც საარჩევნო ადმინისტრაციაში, არც სასამართლოში შესაბამისი საარჩევნო დავების განხილვისას არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება წარდგენილი. არა და გიორგი კალანდარიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ მიზანმიმართულ ცრუ კამპანიას საფუძველი არ აქვს. ამას მარტივად ამბობს ციფრებიც. 54,000 დამკვირვებლიდან ნახევარი სწორედ იმ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ახლა არჩევნების გაყალბებაზე უაპელაციოდ სპეკულირებენ. არ ყოფილა არც ერთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა შედეგებზე. აქვე არის ეუთო ოდირის დასკვნაც. ბრალდებების საპასუხოდ ცესკოს თავმჯდომარეს ამავე ბრალდებების ადრესატებისთვის სათქმელი ბევრი აქვს. იმისთვის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია სუბიექტურად არ ჩაითვალოს, პირველ რიგში არის ეუთო ოდირის დასკვნა, სადაც ცალსახად იკითხება, რომ არჩევნები პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ადმინისტრირებული. ამასთანავე ამერიკულმა კომპანიამ ჩაატარა აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, რომელმაც დაადასტურა, რომ თეორიულადაც კი манипуляციის შესაძლებლობა არ არსებობდა და ვერ იარსებებდა. პროცესში იყო ვენდორი კომპანია, ნიდერლანდური, ამერიკული კომპანია, რომელმაც ტექნოლოგიური მხარდაჭერა გაუწია ამ პროცესს და ამასთანავე ასევე არჩევნების ადმინისტრირებას ახორციელებდა 54,000-ზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორი, საიდანაც თითქმის ნახევარი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს წარმოადგენდნენ. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები გიორგი კალანდარიშვილის თქმით, კარგი ლუსტრაციის საშუალებას იძლევა, როგორ იცვლება დღის წესრიგი პოლიტიკური დაკვეთების პარალელურად. მოტივი და ინტერესი შედარებით ნაკლები არის არჩევნების არადემოკრატიულად გამოცხადებასთან დაკავშირებით, თავად ნახა საზოგადოებამ თუ როგორი ხარისხის არჩევნები ჩატარდა. რაც თავის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ ზუსტად ანალოგიური ხარისხის და სტანდარტის არჩევნები იყო 26 ოქტომბრის არჩევნებზე შეთავაზებული, მაგრამ იმის გამო, რომ სამწუხაროდ არსებობდა გარკვეული მოტივები იმის თაობაზე, რომ ეს არჩევნები არადემოკრატიულად, არალეგიტიმურად ყოფილიყო წარმოჩენილი, ჩვენ ვნახეთ ზუსტად ეს განგრძობითი ბრალდებები. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არჩევნების გაყალბების ვერც ერთი მტკიცებულება ვერც ერთმა მბრალდებელმა ბოლო 1 წლის განმავლობაში ვერ წარმოადგინა. დისკრედიტაციის გეგმა ჩავარდა. მათივე მხარდამჭერებიც კი დარწმუნდნენ, რომ რადიკალების პოლიტიკური რეიტინგი ნულის ტოლია.